მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის ბრალდების საქმეზე სხდომა სააპელაციოში გრძელდება. ადვოკატების ნაწილი დასკვნით სიტყვას დღეს იტყვის. მათი ინფორმაციით ყურადღებას გაამახვილებენ მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე და სააპელაციო სასამართლოსგან საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას მოითხოვენ. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემ. პროკურატურამ მსჯავრდებულთა დანაშაულზე მიუთითა და სასჯელის დამძიმებაც მოითხოვა. დღეს დაცვის მხარე გააგრძელებს საკუთარ დასკვნით სიტყვებს, მათ შორის თუ ამის დროის თვალსაზრისით საშუალება იქნება ანდრო ჭიჭინაძის მხარეც იტყვის საკუთარ დასკვნით სიტყვას და საბოლოოდ უკვე ბიჭებიც იტყვიან რამდენიმე სიტყვას ავარაუდოდ საკუთარ განაჩენთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით შეიძლება იქნას მიღებული და ერთადერთი, რომელიც იქნება სწორი და მართებული და კანონიერი, იქნება გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ და მხოლოდ. რაც არის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების პირობებში საუკეთესო რამ და ასევე იმ რეალობაში, რომ მართლმსაჯულებას ზოგადად დღეს გავლენებს განიცდის პოლიტიკური მოტივაციის, სავარაუდოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაც. დღეს მე ვაპირებ, რომ ონისე ცხადაძის სისხლის სამართლის ფარგლებში დასკვნით სიტყვით ყურადღება გავამახვილო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილ უსამართლო უკანონო გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ ფაქტობრივ არგუმენტებზე დაყრდნობით, კონკრეტულად იმაზე დაყრდნობით, რომ არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება, არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ონისე ცხადაძის მიერ ჩადენილ რაიმე სახის დანაშაულს.